პაციენტები ხშირად მოდიან უკვე დაფიქსირებული ბრეკეტებით და ამბობენ რა არ მოსწონთ. ამ პაციენტს არ მოსწონს ბევრი რამ. ერთ-ერთი არის ზედაყბის შევიწროება და ქვედაყბის გვერდით გადანაცვლება და მეორე არის გრძნობს, რომ ეს კბილი რაღაცნაირად არასწორად არის დახრილი. რა თქმა უნდა, ეს რენტგენს ვერ ხედავს და ვერ აფასებს როგორც სტომატოლოგის სიტუაციას, მაგრამ ის იყურება სარკეში და ხედავს, რომ ეს კბილი გადახრილია გვერდულად. და მართლაც ასე არის, გადახრილია რენტგენში გვერდულად. ასევე აქვს პათოლოგიური ცვეთა, აი ეს კბილის კუთხეები უკვე მოცვეთილია და დადაბლებულია და უკვირს რატომ არ მიდის მისი ბრეკეტები ყველა კბილზე, რატო არ კეთდება. განვიხილეთ დეტალურად მისი შემთხვევა, რადგან ზედაყბა შევიწროებული აქვს და ქვედაყბა გვერდით არის გადანაცვლებული. ვისაუბრეთ იმაზე, რომ აქ ჯობდა ზედაყბის ქირურგიული გაფართოება, რაზეც კატეგორიული ვარი თქვა, არა, მე არ მინდა ქირურგიული გაფართოება. მოდი ვიმუშაოთ სხვა დეტალებზე და ვნახოთ, როგორ გასწორდება კბილები. თუ არ გასწორდება იდეალურად და არ გადანაცვლდება ყბა სიმეტრიულად, იდეალურად, მე არანაირი პრეტენზია არ მექნება. და რა თქმა უნდა, ყველა ბრეკეტს ვსნით, წმინდავთ კბილებს და ყველაზე მეტად აი რა შეიძლებოდა მოწონებოდა პირველ დღეს პაციენტს, აი რატო უნდა ყოფილიყო კმაყოფილი. აბა ცოტა შესვენება გავაკეთოთ, დააკვირდით კბილებს და მითხარით. ყველა მოცვეთილი კბილი დავაგრძელე, აღვადგინე და სახის პროპორციებიც კი შეეცვალა იმის გამო, რომ ეს კბილები დავაგრძელე. უზომოდ ბედნიერი იყო პირველივე დღესვე. პირველ დღეს კბილები, რა თქმა უნდა, არ გასწორდება ბრეკეტის დაფიქსირების დღეს, მაგრამ მას ძალიან მოეწონა ეს კბილის სიგრძე. შემდეგ გავაგრძელებთ მკურნალობა, ის გვერდულად მდგარი ფესვი გავასწორეთ. კბილებს შორის წარმოიქმნა სივრცე, რომელიც ისევ ბჟენის საშუალებით შევავსეთ, მოვამზადეთ პაციენტი იმისთვის, რომ ბრეკეტების მოხსნის მერე მარტივად ჩაიტაროს რეკონტურირება, გაიკეთოს ანთერაპიული ვინირები. ახლა აქვს სწრაფად დამზადებული ვინირები, სწრაფად არის რეკონტურირებული კბილი, ბრეკეტის მოხსნის გარეშე არის დაგრძელებული და გაფართოებული ეს კბილი. და ბრეკეტების მოხსნის შემდეგ სჭირდება ვინირები. ეს ვინირი შეიძლება იყოს როგორც თერაპიული, აი ეს კბილი არის დაგრძელებული, ეს კბილი არის გაფართოვებული, აქაც ბჟენი აქვს. ყველა ბჟენი შეუძლია გამოიცვალოს და გაიკეთოს სრულად გადაფენილი ბჟენი, რომ ფერი არ გამოირჩეოდეს და იყოს უფრო ჰარმონიული. ან შეუძლია გაიკეთოს ჩვეულებრივი ლაბორატორიული ვინირები, რომელიც უფრო კარგია ფერით, სტრუქტურით, ყველაფრით. მოკლედ ამას გადაწყვეტავს ორთოდონტიული მკურნალობის მერე. ესე იგი, ზედაყბა არ გაგვიფართოვებია, ისევ ვიწრო არის. ღიმილის დროს ერთი მხარე უფრო შეზნექილი არის და პაციენტმა ეს იცის. ზედა-ქვედაყბის ცენტრი არ ემთხვევა ერთმანეთს, ესეც იცის. და ძალიან ბედნიერია, ძალიან კმაყოფილი წავიდა ჩვენგან, რაც რა თქმა უნდა მეც მაბედნიერებს.